ყველას გამარჯობა. აი დღეს მინდა ხო ბევრი დრო მაქვს ამ დღეებში და ჩავწერო საინტერესო ინფორმაცია, ესე იგი შევადაროთ ფასები, ცხოვრების ესე იგი ხარჯები თბილისში, საქართველოში და ამერიკაში, მერილენდში უფრო დაახლოებით იგივე ფასებია სამხრეთისკენაც ცოტა ნაკლები შეიძლება. ესე იგი აქ Numbeo არის ასეთი საიტი, Numbeo, NUMBEO და აქ პირდაპირ ვუდებთ თბილისის ფასები, ამას ხო გავიმეორებ, შეიძლება ცოტა შეცვლილია და მე შევადაროთ აქ ორ ფასებს. ესე იგი, იწყება აგერ cost of living თბილისი. რესტორანიო არა ძვირიანი რესტორანი, inexpensive, 30 ლარია უსაშუალოდ, 20-დან 50-მდე. მერე ორი კაცის საჭმელი 120 ლარია იგივე რესტორანის საშუალოში. კაი, ამ რესტორანს თავი გავანებოთ, აქ დოლარებში იქნება დაახლოებით ცოტა მეტი. ვიდრე ლარებში. ესე იგი, კაპუჩინო 8 და 67, 9 ლარი დაახლოებით. აქ კაპუჩინო სადღაც 5-6 დოლარი იქნება. კოკა-კოლა, პეპსი 2.25 ლარიაო. აქ დაახლოებით ეგრე 12 უნცია. ხო, ეგრევე 2 დოლარი დაახლოებით. წყალი 12 უნციანი პატარა 1 ლარი, 1-დან 0.8 ლარიო. აქ იქნება ეგ 1.5 დოლარი მინიმუმ. თუ არა 2. ეს ცალობით რო წაყიდიან უფრო ძვირია და ოპტა უფრო იაფია საბითუმო ფასი. ესე იგი, თავიდან ახლა უცებ შევნიშნავ, რომ ოჯახი 4 კაციანი ოჯახიო საქართველოში თბილისში ჭირდება ამათო 6072 ლარიო საშუალოდ 2100 დოლარი. და აქ ბინა არ შედის, კაი რენტიც დავუმატოთ თქვა 400 დოლარი, 500 ხო? ესე იგი 6500 დოლარი. ისა ბოდიში 2000 დოლარი პლუს 2500 დოლარი დაახლოებით. ახლა მოვყვებით მარკეტში რა ფასებია შევხედოთ. ესე იგი, რძე გალონი დაახლოებით 4 ლიტრია, 3.75. გალონი რძე არის თბილისში 19 ლარი, რაც ძვირია. აი, ერთადერთი ეს პროდუქცია ალბათ, რომელიც აქაურის ფასია დაახლოებით, იმიტომ რომ აქ გალონი რძე ღირს სადღაც 5-6 დოლარი, თითქმის იგივე ფასია. თეთრი, ესე იგი, ახალი პურიო, fresh bread, ესე იგი, რაღაც 1.60 თბილისში. აქ ეგეთი იღირება პაუნდიანი, ალბათ მინიმუმ 4-5 დოლარი, თუ არა მეტი, კაი 5 ვთქვათ. რის, რაის, ამებში არ ვარკვევი, მოდი კვერცხი გავიღოთ 6.70 ლარი 12 წალი, 12 ყიდიან აქ. აქ ღირს მაგდენი ოღონ დოლარებში. ჩის, ყველი 1 პაუნდი ღირს, აქ პაუნდებში ვითვლით ახლა, იმიტომ რომ 9 კილოა დაახლოებით, ანუ ამერიკულ სისტემას ვადარებ და პაუნდი ყველიო თბილისში ღირსო 9.60. აქ ღირს 9.60 დოლარი, იქ ლარში. ესე იგი, კათამიო 1 პაუნდიდან 9 კილო 7.77 ლარიო. აქ ალბათ დოლარებში იგივე იქნება. ვაშლი, აი საინტერესოა ხილი, ვაშლი 1 პაუნდი 9 კილო ღირსო 1.72 ლარი. აქ 1 პაუნდი ვაშლი ღირება მინიმუმ 2 დოლარი და უფრო ხშირად 3.5. აი, ყურიდი განსხვავებაა. ბანანი 2 ლარიო პაუნდი. აქ ეგ იაფია, ბანანიც სხვათა შორის იაფია, ესე როგორც დაახლოებით რამდენი დოლარი ალბათ პაუნდი აქ. უფრო ხო ნაკლები, 80 ცენტია, 80-85 ცენტი. ესე იგი, პორტოხალიო 1 პაუნდი 2 ლარიო თბილისში. აქ ძალობით ყიდიან ახლა პორტოხალს, ხან დოლარი ღირს, ხან $1.5, ძალიან კარგი თუ ცოტა მეტიც, უფრო $1.5 1 წალი. მე აი მოდის დანარჩენი. იგივე წყალი 1.5 ლიტრიანი ბოთლები 1.80, აქ დაახლოებით 2 დოლარი. ღვინო ბოთლშიო საშუალო ფასი 20 ლარიანიაო. აქ იქნება ესეთი საშუალო ალბათ 10-15 დოლარი. ეს ლოკალური თუა კალიფორნიის და ასე შემდეგ, შეიძლება ხანდახან სხვა დოლარად შეუძლოს კაცმა, მაგრამ ეს ალბათ უფრო დაბალფასიანია და საშუალო რეინჯი ალბათ 20 დოლარი. და ასე შემდეგ, აი ახლა რასაც ვადარებ, მე ტრანსპორტი 1 ლარი თბილისში. აქ ტრანსპორტი, რამდენიც მე ვიცი, დაახლოებით 3 დოლარია, 2.5 მაინც მეტროში შესვლა. თიური ეს ტრანსპორტის პასი 40 ლარია თბილისში, აქ
25 წლის წინ იყო დაახლოებით $45 და ალბათ ახლა 1.70-80 მაინც იქნება. ტაქსი სტარტი 4 ლარიო თბილისში და 1 მაილი ღირსო 3 ლარი, 3.22. 1 მაილი დაახლოებით 1.6 კილომეტრია. აქ ღირს 1 მაილი ტაქსი დაახლოებით 3.22 დოლარი. ანუ ასე მოყვება და იდეა რა არის ახლა რო შევადაროთ. ესე იგი, ის რაც თბილისში ღირს ლარებში, აქ ღირს დოლარებში, აი თქვა იქ თუ ღირს 5 ლარი, აქ ღირს 5 დოლარი. და დაახლოებით ალბათ ხელფასი აქ უფრო მეტია ვიდრე ეს ანუ აქ თუ არის თქვათ რომ ავიღოთ თქვათ ოჯახის შემოსავალი თქვათ ну ასე ითვლიან რომ 6-7 მაინც არის რა ეგრეთ სხვანაირად ვერ იარსებებს ოჯახი ასე ითვლება როგორღაც ხო და თბილისში ალბათ 6-7 ლარი მთლად ვერ არის ხო ესე ოჯახის 4 ოჯახის შემოსავალი მაგრამ ახლა აქ კომუნალური გადასახადებიც ბევრად მეტია იმის ხარჯზე რომ უკვე აი თქვათ ბინა ორი სამოთახიანი ბინა თუ არის თბილისში თქვათ ну 300-400 დოლარად თქვათ ну არა ელიტური ხო აქ იგივე ბინა იქნება ალბათ დაახლოებით ну ამ ერიაში განსაკუთრებით ზევითში ლოეთში $2000 რა მინიმუმ 2000 და მეტიც ხან 2200 მინიმუმზე ლაპარაკობ ხო აი ასეთი შედარებებია და ახლა აქედან თქვენ რომ დაიწყოთ იქ დაკვითები რომ დაკვითოთ თავარი აუცილებელი გადასახადები და ასე შემდეგ ჩაბტოლობის დაცვის ესე იგი ინშურენსებია ეს დაზღვევები და ასე შემდეგ მე თქვენ უკვე გააკეთეთ დასკვნა რა ვიცი რა თქმა უნდა აქ მაინც მეტი შანსია მაგრამ ну არც ესე მარტივია ცხოვრება ყველანი ხედავთ რაც ხდება